Čudovისა მივესალმები ჩვენს მაყურებელს პირველი არხი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აშუქებს არჩევნების მიმდინარეობას, აგრძელებს საარჩევნო ეთერს, საარჩევნო პროცესი დასრულებულია, უბნები 2 საათის წინ უკვე დაიხურა და დღეს 5 თვითმმართველ ქალაქში 15 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველმა მერებთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ასევე 24 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარების ასარჩევად პოლიტიკური ველი ისევ არის პოლარიზებული და ძირითადად აპირისპირება ისევ ორ სუბიექტს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობს. ზუსტად 4 კვირა ჰქონდათ პარტიებს დამატებითი დრო იმისთვის, რომ ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში კიდევ ერთხელ დაერწმუნებინათ. ვინ როგორ გამოიყენა ეს დრო და რა აჩვენა საარჩევნო კამპანიამ და თავად კენჭისყრის პროცესმა და პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ. ამ თემაზე ჩვენს პოლიტოლოგების და ანალიტიკოსების აზრს მოვისმენთ. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმრები არიან ვახუშტი მენაბდი, ირაკლი მელაშვილი და ამირან სალუქვაძე და ახლობით 1 საათში კი დავით ქართველიშვილი და ნიკა ჩიტაძის პოზიციებს გაგაცნობთ. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ვახუშტი, განსაკუთრებული მადლობა შენ, ვიცი რომ ძალიან დაიღალეთ დღის განმავლობაში. ბატონებო, რამდენადაც უკვე ჩვენთვის არის ცნობილი, მაგათაც exit poll-ის შედეგები უკვე ცნობილი არის. ტელეკომპანია ემედის დაკვეთით გორბის მიერ ჩატარებული exit poll-ის შედეგების მიხედვით მოიგო ქართულმა ოცნებამ, ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული exit poll-ის მიხედვით სრულად მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ. პოლიტიკოსების პირველი განცხადებები exit poll-ების განცხადებები უკვე ცნობილი არის, იგივე ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელია და ამოდროულად ხატია დეკანოიძე და სხვა დანარჩენიც ასევე ხმების დაცვისკენ მოუწოდებენ საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას და მოქალაქეებს. მეორეს მხრივ ქართული ოცნების ოფისში ასევე აღნიშნავენ გამარჯვებას. ბატონო ირაკლი, თქვენგან დავიწყებ, რა მოცემულობის წინაშე აყენებს ქვეყანას აი ეს ვითარება? პირველი თქვენ ახსენეთ, რომ დამატებითი დრო ქონდათო და იბედია პენალებამდე არ მივა ახლა საქმე, იქამდე არ მიიყვანენ პოლიტიკოსები. სინამდვილეში მოცემულობა არის ისეთი, რომ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს ახლა ორად გაყოფილი ქვეყანა პოლიტიკურად. და არის ძალიან საინტერესო რამე. პროპორციულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ორი პარტია აცხადებს პრეტენზიას ძალაუფლებაზე, ერთს 52% ვერ იტანს, მეორეს 70%. ანუ 48% მიიღო ოცნებამ და 52% მისი კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, ვინც ოპოზიციას იმდენად არის პოლარიზებული და ნაციონალურ მოძრაობამ, რომელსაც 30% მიიღო და 70% მიშას დაბრუნების წინა. ასე იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციაში სხვა პარტიებიც არიან. მე ვლაპარაკობ პირველ ორ ადგილზე ვინც არის, ვინც აცხადებს რეალურად სხვა პარტიები არიან, მაგრამ 2-3-4% ნუ ახარია 7% კი ბატონო, მაგრამ ვინც აცხადებს რეალურად ერთსაც და მეორესაც უზარმაზარი ანტირეიტინგი აქვს საზოგადოებაში. ეს არის მოცემულობა. მეორე მოცემულობა ჩემი აზრით არის ის, რომ საკმაოდ დიდი წრე მყავს ადამიანების, რომელსაც რეგიონებში, ქალაქებში მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც ხელისუფლება მოსწონს დღეს. ეს იმას არნიშნავს, რომ ეს ხალხი ხელისუფლებას არ აძლევს ხმას, მაგრამ იმდენი დიდი არის უკმაყოფილება პირველ რიგში იმ შიდა პოლიტიკით, რომელსაც ატარებენ, რომ ისიც კი მოახერხეს, რომ აი აქამდე მიიყვანეს საქმე და მე-10 წელს თავისი მმართველობის ფაქტობრივად რეანიმაცია მოახდინეს ქართული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ანუ რაც საუბრობთ ბატონო ირაკლი, ამბობთ, რომ ქართულ ოცნებას იმის მიუხედავად, რომ თქვა გარკვეული ანტიპატია აქვთ ქართული ოცნების მიმართ, ან უბრალოდ უკმაყოფილოები არიან გარკვეული ქმედებებით, მმართველი გუნდის გარკვეული ქმედებებით, მაინც ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს. უჭერენ მხარს მიშას დაბრუნების შიშით. საკმაოდ დიდი ნაწილი ადამიანების, რომელიც დღეს აძლევს ხმას, ქართულ ოცნებას აძლევს ხმას არა იმიტომ, რომ კმაყოფილი არის ქართული ოცნების მმართველობით, არამედ ქართულ ოცნებას უჭირავს ეს დროშა, ანტი-მიშას დროშა უჭირავს ხელში, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს ამ დროშით ასე ღიად გამოდის და იმითი ახდენს ხმების გენერირებას, მაგრამ სინამდვილეში ეს რესურსი ამოწურვადი არის, ანუ სულ შიჟზე აგებული, რომ აი ის არ დაბრუნდეს, ის არ დაბრუნდეს, ის არ დაბრუნდეს და ბოლოს დაბრუნდა, ხო? აგერ არის. ადამიანებს სჭირდებათ პოზიტივი, ადამიანებს სჭირდებათ დაინახონ სამთავრობო პოლიტიკას, სწორი. ძალიან დიდი უკმაყოფილება არის და ეს ამ არჩევნებმა აჩვენა. ის სიხისტე, რომელსაც ხელისუფლება გამოირჩეოდა თვითონ მეტყველებით, ხო? ხისტი მეტყველებით, განცხადებებით, ზოგი წარმოუდგენელი განცხადება იყო თვითმმართველობასთან მიმართებაში, პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში, რასაც უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ 21 საუკუნეში ხალხო ევროპაში პოლიტიკოსები ასე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკოსები ასე არ ლაპარაკობენ. ამან ჩემი აზრით ხელი შეუწყო არა ის, რომ მოხდა კონსოლიდირება მეორე ტურში
ქართული ოცნების გარშემო, არამედ მოხდა ის ხალხიც კი წავიდა არჩევნებზე, აი ბოლო დღეებს ვაკვირდებოდი სოციქსელებიდან, ხო? ის ხალხის, რომელიც აი ვერ იტანდა დასანახად ნაციონალურ მოძრაობას, ისი ამოუვიდათ ეს განცხადებები კავშირ რაც მთავრობისგან ისმოდა, რომ ისინი წავიდნენ არჩევნებზე და მისცეს წინააღმდეგი ხმას. დღეს უყურებდი რა. თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით ბატონო ირაკლი, რომ აი ამ რადიკალურმა განცხადებმა პირიქით იმუშავა ამორჩევლის მობილიზებას. სააკაშვილი ვისაც ამაზე იყო, ხო, სააკაშვილის საწინააღმდეგო ხმების მობილიზება. სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა ის ხმების, რაც მობილიზებული ჰქონდა ოცნება. ოცნების ამოცანა იყო, რომ უფრო მეტი მობილიზება მოეხდინა იმ ხმების, რომლებიც იმ ამორჩევლის, რომელიც დაფიქრებ მხოლოდ ეს სარჩო არ აწყობს პოლიტიკური, მარტო ამით ვერ გამოყვება, რომ სააკაშვილი არ მინდა, კიდე რაღაცა უნდა. და იმდენად ხისტი გახადა მეორე ტურის წინ ქართულმა ოცნებამ თავისი რიტორიკა, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდა დანარჩენი ხმების მოზიდვა, რომ შედარებით ნეიტრალური ამორჩევლიც პირიქით ჩემი აზრით განზიდვა მოხდა რაღაცა ნაწილის ხმების, მე არ ვიცი რა შედეგები იქნება. ძალიან საინტერესო იქნება შედარება პირველ ტურში რამდენი ხმა აიღეს, მეორე ტურში რამდენი ხმა აიღეს. მე დამჭა შტაბ-ეჭრილება იგივე ქსელებიდან, იგივე ტელევიზიიდან რომ უყურებდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეშფოთებული იყო უკვე იმ რიტორიკით, რასაც მთავრობა აწარმოებდა. და ამ რიტორიკამ უარყოფდა მეტი რადიკალიზაცია. ანუ თქვენ ფიქრობთ, ან პროგნოზირება ესეთი, რომ შესაძლებელია ოპოზიციას გაცილებით მეტი ხმა ჰქონდეს ვიდრე პირველ ტურში? მე ვფიქრობ, რა ეს უკვე ფაქტი არის, პროცენტულად შეხედეთ, ყველგან ბრძოლა არის. მე არ ვფიქრობ ახლა რომ რომელიმე ეგზიტ პოლის შედეგი გამართლება, ანუ 5 თნოლს ანაკით, ან 5 თნოლს იქით ვერც ერთი ვერ მოიგებს, მე მგონი ამ არჩევნებს, მაგრამ თუ არჩევნები ჩატარდა ახლა ჩემზე უკეთიცის ვახუშტი რა ხდება ახლა ამ წუთაში უბნებში, იმიტომ რომ ერთი არის როგორ ხმას აძლევენ საქართველოს ყოველს ესე იყო. მეორე როგორ ითვლიან სტალინის ცნობილი ფორმულაა, ხო? არ ვიცი როგორ დაითვლიან, მაგრამ მე რასაც უყურებ საკმაოდ სერიოზული საფიქრალია ქართულ ოცნებას, რომ მხოლოდ ნეგატივზე აგებული კამპანიით, რაც იყო მთელი ეს პერიოდი, რითაც გადიოდა ფულს ოცნება, ის პოლიტიკაში ფულს ვეღარ გავა, იმიტომ რომ ის არის ხელისუფლება და ხელისუფლებისგან სჭირდებათ არა ის, რომ 9 წლის წინ რა იყო, გავიგე. ოღონდ ამას ის ხალხი ნუ გველაპარაკებათ, რომელიც იმ 9 წლის წინ საერთოდ ხმას არ იღებდნენ. არცად არ გვინახია. არამედ ადამიანებს სჭირდებათ ის, რომ რა იქნება გაკეთებული, რა არის კარგი, რა გეგმები მაქვს, ამაზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი. გასაგებია ბატონო ირაკლი, დაგიბრუნდებით ბატონო ამირან. როგორც ოპოზიციაში ასევე მართლ გუნდში ძალიან დიდ იმედებს და ამყარებდნენ და ძალიან დიდი მოლოდინი იყო უფრო სწორად აი ამ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. რა აჩვენა დღევანდელმა დღემ და რა აჩვენა დღეს განვითარებულმა პროცესებმა? Ну, კითხვა დაახლოებით იგივეა, სხვანაირად. Ну, ირაკლის მიდგომა საინტერესო იყო პირველ ნაწილში, რაც თქვა, ანუ მიუღებელი ანუ ნეგატიური დამოკიდებულება დათვალა, ხო, უხეშად 50%, 70%-ზე. Ну, თუ ასე მიუდგებით, მაშინ უპირატესობა ცალსახაა, მაგრამ და საერთოდ ეს რაღაც ბოლო წლებში წავიდა ეს საპარლამენტო არჩევნებზეც იყო, ხო, 48% დაუპირისპირეს ოპოზიციის 52%. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, საინტერესოა ეს მიდგომა, მეორე მხრივ უნდა გადავეჩვიოთ, ეხლა მე პირადად არ მაქვს იმის სურვილი, რომ მოდესმე აქ დაფიქსირდეს ის, რომ სახელმწიფო ან რომელიმე პარტიამ აიღოს 70% ან 90%, ხო? და წავიდეთ იქეთკენ, რომ შეიძლება იყოს რომელიმე პარტია გამოკვეთილი მაჩვენებლით, 35 იქნება თუ 45 თუ რაღაც აი ამ ფარგლებში 50-მდე მაქსიმუმ და დანარჩენ პარტიებს, აი რაც ირაკლიმ თქვა, ასე არ უნდა იყოს გამოკვეთილი, რომ აი ორი პარტიაა და მესამე ახლა შექმნილი პარტია ყოფილი ოცნებელები, რომლებიც ფაქტიურად ღირებულებით იგივე უნდა იყოს როგორც ოცნება, ხო? 8 წელი ერთად მოდიოდნენ. და დანარჩენ პარტიებს პულსი არ ეზომება. ეს უკვე მეორე ბატონო ამირან, ძალიან დიდი ბოდიში ქართულ ოცნების ოფისში კეთდება განცხადება, რასაც პირდაპირ ეთერში თავაზობ ჩვენს მაყურებელს. ეს კომოკე საბოლოო მონაცემები აქტივობის შესახებ გაგაცნოთ და იცით რომ ქონდა ძალიან მაღალი აქტივობა, რაც ძალიან სასიხარულო არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა
ამ დემოკრატიულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. ამას გარდა იცით რომ ჩვენ აღვიწყავდით ინციდენტებს, მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის თითქოს იყო აღალმაყალი სხვადასხვა უბნებზე, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გაცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას, იცით რომ რამდენიმე პროვოკატორი ნაციონალური მოძრაობის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, შემდეგ ასევე გათავისუფლებული, ასე რომ ჰქონდა ძირითადად ისეთივე სიტუაცია, როგორც იყო 2 ოქტომბერს, იგივე ადამიანები მათ შორის და იგივე უბნები დაახლოებით ხედავდით ზუგდიდში იყო ძირითადად და თბილისის ზოგიერთ რაიონში ეს ინციდენტები. ასე რომ საერთო ჯამში მთელმა პროცესმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, მიუხედავად იმისა, როგორ ცდილობდნენ ზოგიერთნი რომ წარმოეჩინათ ეს ტელეეკრანიდან. თქვენ ასევე იცით რომ ჩვენ ვაწარმოებთ პარალელურ დათვლას, პარალელურ დათვლის რეჟიმი უკვე ჩაირთო, ასე რომ ჩვენს საარჩევნო პორტალზე elections 2021.g თქვენ შეგიძლიათ ამ წუთიდან უკვე ადევნოთ პარალელურ დათვლის შედეგებს. შეგახსენებთ რომ პარალელური დათვლა გულისხმობს ოქმების რომელიც ხდება უბანზე ოქმების შედგენა, ამ ოქმებს იცით რომ პარტიები, დამკვირვებლები იღებენ უბანზე, როდესაც ხდება მისი შედგენა და ხელმოწერა და აი ეს ასლები სწორედ აიტვირთება აქ და დაჯამდება. ასე რომ ეს შედეგები სხვათა შორის უკვე ასახული არის, რაც შეეხება კწანის, იცით რომ კწანიში ელექტრონული მთვლელის მეშვეობით ჩატარდა არჩევნები, ასე რომ ყველა უბანი უკვე ელექტრონულად დათვლილი არის, იცით რომ ეს პირველადი შედეგია, ვინაიდან ხელით ხდება ამ ბიულეტენების დათვლა და ელექტრონული მთვლელების შედეგების მიხედვით იცით რომ უბნის დახურვის მომენტშივე ჩეკს ეგრეთ წოდებულს იძლევა ეს ელექტრონული მანქანა, სადაც არის უკვე დათვლის შედეგები ასახული და ამ დათვლის შედეგების მიხედვით 56.9% აქვს ყველა კწანისის ყველა უბანი და 53.1% აქვს ნიკამელიას. თქვენ იცით რომ არის მცდელობა მანიპულაციის, აქვე შეგახსენებთ. არ განსხვავდება, არაფერში არ განსხვავდება. გეტყვით რაშია საქმე? გესმით? გეტყვით, არანაირ. მოგლეთ, რა და მე მგონი რაც შეეხება მათემატიკას, აქ ოპოზიცია რომ მოიკოჭეს და ქართული ოცნება ძლიერად არის, დამტკიცდა არაერთხელ, ასე რომ არაერთხელ დამტკიცდა, ასე რომ დიახ, ასე რომ პასუხობთ თქვენ შეკითხვას. პასუხობთ თქვენ რაც შეეხება კწანის, დათვლილი არის ყველა უბანი ელექტრონული მთვლის მეშვეობით. დააკვირდით, რას აცხადებენ ჩვენი ოპონენტები. მათ გამოაცხადეს ფონიჭალა, ხო? კარგად გახსოვთ. დიახ, ისინი არჩევენ ასე სპეციფიკურად იმ უბნებს, სადაც მართლაც მათ აქვთ უფრო მეტი ხმა ვიდრე ქართულ ოცნებას, ანუ მთელი ოლქიდან იღებენ რამდენიმე უბანს, სადაც აქვთ მაგ უპირატესობა და უნდათ ეს გაყიდონ, თითქოს ეს არის მოგება. იგივე გააკეთეს მაგალითად ქუთაისის შემთხვევაში, თუ ნახავთ სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 70-ე, 92-ე და 92-მე უბნის შედეგები, სადაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს უფრო კარგი შედეგი ვიდრე ქართულ ოცნებას და შეადარეთ ეს შედეგები 2 ოქტომბრის შედეგებს და ნახავთ, რომ ამ უბნებში მაშინაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მეტი შედეგი ვიდრე ქართულ ოცნებას, ანუ ისინი სპეციალურად არჩევენ უბნებს იმისთვის, რომ ეს გვაჩვენონ. რაც შეეხება ჩვენ მონაცემებს, კიდევ ერთხელ, ეს გახავთ კწანისის სრული მონაცემი და ამ სრული მონაცემის მიხედვით არის სწორედ ეს შედეგი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველა დაელოდოს მშვიდად ამ შედეგებს, იქიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი ბიულეტენი არის დასათვლელი, ეს საკმაოდ სწრაფად ჩაივლის. ჩვენი პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით ნახავთ თქვენ და ოქმებიც იქნება ატვირთული და შეადარებთ, ასევე დარწმუნებული ვართ, ცესკოც მალე იტყვის თავის შედეგებს. დიახ, ნიკამელიამ ქალაქ თბილისის კწანისის ოლქის ფონიჭალის 3 უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო. აი ეს არის მანიპულაცია, სწორედ რომ ისინი ამორჩევით ამბობენ იმ უბნებს, რომელიც მოიგეს და ცდილობენ ამით მანიპულაციას და სწორედ აი აქ არის. რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ ამ ძალას სხვა არაფერი გარდა იმისა, რომ არეულობა მოაწყოს და ეს არის არაკეთილსინდისიერება, როდესაც ასე მანიპულირებენ, არჩევენ მხოლოდ იმ უბნებს, ქუთაისის მაგალითიც გითხარით, 70-ე, 92 და 92 უბნები, რომელიც ახლა სოციალურ ქსელში ტრიალებს, რომ თითქოს უნდა აჩვენონ ნაციონალურ მოძრაობა მოიგო იქ არჩევნების სულად, ასე შერჩევითად, როგორც შერჩევითი სამართალი ჰქონდათ, როგორც შერჩევითი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეების მიერ, ასეთივე შერჩევითი დამოკიდებულება აქვს რიცხვების მიმართ.
მოცემები ჩვენ გვახსოვს განცხადებები პირველ ტურში და მაშინ თავიდან იმოდით გამარჯვებაზე საუბრობთ და შემდგომ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა კახკალაძე მათ შეცვალა რიტორიკა ბოდიში რაღაც დაგაკეთდა და იმ საღამოსაც მადლობით დაიწყო მიმართვები. ასეთ რადიკალურ ცვლილებას ხომ არ ელოდებთ? არჩევნებს ახლავს სხვადასხვა სახის რიცხვები. პირველი ეს არის კვლევები წინასაარჩევნო, მეორე ეს არის exit poll-ი, მესამე ეს არის უკვე თვითონ ბიულეტენების დათვლის შედეგი, ხომ? აქ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ბიულეტენების დათვლის შედეგი. აქ უკვე ცვლილება რა თქმა უნდა იქნება მინიმალური, შეიძლება ვთქვათ გასაჩივრებები იყოს შემდეგ ან რაღაც ბათილი ბიულეტენი, აქაც არის გათვალისწინებული. ეს შემთხვევა რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს უპირატესობას წანის შემთხვევაში, ვინაიდან იცით რომ პილოტირება მოხდა სწორედ საარჩევნო რეფორმის შედეგად, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაატარა, რომ არის ელექტრონული თვლელები და ნახეთ კიდევ ერთხელ რა არის ამ ელექტრონული თვლელების უპირატესობა, ჩვენ მყისიერად მალევე გვაქვს მონაცემები ამ უბნებზე. რა თქმა უნდა, თბილისის სხვა უბნებიც დაითვლება და ამის მიხედვით შეწონილი რიცხვები იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ნებისმიერი მკვლევარი გეტყვით, თუ კი თბილისში წანისის ამ უბნებში არის ეს შედეგი, საბოლოო შედეგი დიდად უკვე განსხვავებული არ იქნება. ეს იყო ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი და შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარალელური დათვლის შედეგები უკვე ჩაირთვას, რომ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და ასევე ინციდენტების დაფა წარმოადგინა მან. ბატონო ამბერან, თქვენ დაგიბრუნდებით ისევ და განვაგრძოთ საუბარი, რაზეც საუბრობდეთ, რა ჩვენა დღევანდელმა დღე, მოდით გავიხსენოთ იგივე ის განცხადებები, რაც დღის განმავლობაში და განსაკუთრებით 8 საათის შემდეგ აკეთდა, მას შემდეგ რაც exit poll-ის შედეგები გახდა ცნობილი 18 საათის მონაცემების მიხედვით. ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და სხვანი ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ ხმების დაცვის დრო მოვიდა. გარდა ამისა, შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, თუ რა განცხადებებს აკეთებდა მეორე ტურამდე მართველი გუნდი, რომელიც ამბობდა, რომ ოპოზიცია იმზადება დესტაბილიზაციისთვის და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც იგივე სუსის გუშინდელი ბრიფინგი. მთელი აი მოცემულობის გათვალისწინებით, რამდენად არის შესაძლებელი, რომ დრამატული სცენარის მიხედვით განვითარდეს მოვლენები? დრამატული სცენარი ჩვენ საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ. ეს არის აქსიომა. კეთილინებონ პოლიტიკოსებმა არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოებრივად თუ ოპოზიციის. რა შედეგების დადგება, ის შედეგი უნდა მიიღოს ყველა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. მე დრამატულს ვერაფერს ხედავ იმაში, თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტი რაუშვათ ქართულმა ოცნებამ წააგოს. და არც ის უნდა შევქმნათ. მე არ ველოდები ახლა ეს განცხადებები, რაც კეთდება და exit poll-ები რაც დაიდო, ჩვენ ნახეთ ახლა კრწანისის მაგალითზე, რომელიც ელექტრონულია, დაждდა ზუსტად ის ციფრი, რაც იყო იმ გორბის exit poll-ი. რამდენად ეს ყველა უბანზე დაждდება, შევხედავთ. აქედან გამომდინარე სანდოობა კი არა, უბრალოდ სიზუსტე ამ exit poll-ების გამოჩნდება. იგივე სხვა თუმცა ეს მუნიციპალური ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია ფაქტია. კარგი იყო რომ დაუშვათ ედისონ რისერსას ჩაეტარებინა, ჩვენ ნახეთ პირველ ტურში რომ ფაქტიურად დაждდა მონაცემები და გამიკვირდა რომ მეორე ტურში არ ატარებენ. ახლა ეს მიზეზი მათ უნდა კითხოთ, შეიძლება მე მქონდეს ჩემი შეფასება, მაგრამ კარგი იქნებოდა ედისონ რისერჩის exit poll-ები ყოფილიყო გორბის საპირწონეთ. ახლა რაც შეეხება მთავარი არხის exit poll-ებს იმ სკანდალის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა და ერთ დღეში ჩამოყალიბებული, არ ვიცი, ახლა ირაკლი გამოსტილი პოლიტიკოსია, სიხმაწვილიდან პოლიტიკაშია და ეს ჩემი სფერო არ არის, ამიტომ ვიშველიებ კოლეგებს, აგერ ვახუშტი სპეციალისტი ამ დარგის და ახლა ერთ დღეში თუ ეს ხდება რომ გადალაგება და ნორმალური ზუსტი exit poll-ები დადო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში სანდოობას არ იწევს და ახლა ის ციფრები, რომელიც დაიწერა იქ ერთი და იგივე ციფრებია ორ მუნიციპალიტეტში და ერთი და იგივე სამ მუნიციპალიტეტში 53, 47-ზე და 51, 59-ზე. ორ მუნიციპალიტეტში არის 51 და 59 და სამში არის 53 და 57. ნუ ახლა არ ვიცი ეს რთულად და არ ვიცი ალბათობის თეორიაში ასეთი რაღაცები როცა დაждდეს ეს ციფრები არის ძალიან რთული, იმიტომ რომ სხვადასხვა რიცხოვნობის ამორჩეველია ყველა მუნიციპალიტეტში და ასეთ ციფრების დასმა რთულია. ამიტომ მე საერთოდ მიმაჩნია. მაგრამ აგერ არის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ეს არის გადათვლა უბნებზე, იქ არიან კომისიის წევრები, აწერენ ხელს
რაც დაждდება, კეთილინებონ მიიღონ ყველამ, იმიტომ რომ ეს ძიძგილაობა, ახლა ირაკლი რაზეც საუბრობდა მეორე ნაწილში, სრულიად ვეთანხმები, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მე დავამთავრებ უბრალოდ რაზეც საუბრობდი, სანამ ბრიფინგი იქნებოდა, რომ ჩვენ მივეჩვიოთ უნდა, რომ აი ესეთი თუ გვინდა რომ მრავალპარტიული იყოს ჩვენი პოლიტიკური სისტემა და არ იყოს ორპარტიული, ორპარტიულშიც ვერ ხედავთ სულს უბრალოდ რამდენად ვართ ამისთვის მზად და აი ეს აგრესიული პარტია, რომელსაც არ იღებს მოსახლეობა და რაზეც ირაკლი ისაუბრა, რომ ბუაბუა და ასე შემდეგ, ხო? რამდენად არის მიზანშეწონილი, რომ მეორე პარტიად იყოს აი ესეთი ტიპის პარტია, რომელიც არ იაზრებს წინაშეცდომებს მონანიებაზე აღარ საუბრობ და რას მივიღებ ჩვენ, რომ ეს ორი პარტია იყოს სამომავლოდ. ამიტომ უნდა შემოვიდნენ სხვა პარტიები, მე გესაუბრეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან ცუდი შედეგი დადგა მთელ ოპოზიციურ სპექტრში და გაცილებით უარესი შედეგები მივიღეთ ადგილობრივ არჩევნებზე. კახარიას პარტია იყო მგონი 6% თუ 7% და დანარჩენი პარტიები არის სოციოლოგიური კვლევების თომილების ზღვარზე 2%, 1%. როცა 40-50 პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ უნდა მივიღოთ, აი გერმანიის მაგალითი ვნახოთ, სხვა ქვეყნების, ხო? უნდა მივიღოთ რაღაც დაახლოებით ერთნაირი დიაგრამა, ვიღაც შეიძლება გამოიკვეთოს რას თქვით ციფრები 35-45% პირველი ადგილისთვის ეს არის ნორმალური დანარჩენი პარტიები ხო სიტყვაზე მერვე პარტიაზე უნდა კონდეს სადღაც 5%-მდე და შემდეგ უკვე ღირებულებითი კოალიციები უნდა შედგეს. ჩვენ უკუღმა ვუყურებთ ამ პროცესს, რატომ არის უკუღმა? არჩევნებამდე ერთიანდებიან ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაშინ რას ვიღებთ? თქვენ თუ ყველა ერთად ხართ ხო და მით უმეტეს როცა პრორუსული პარტია და დანარჩენები კიდე აღარ მინდა ყველა საუბარი აბსოლუტური გოგლი-მოგლი ხო რას ვიღებ მე არჩევანი როგორ გავაკეთო ხო მეც ხომ რაღაც ღირებულებები გამაჩნია ერთ მოქალაქეს დავანებოთ ახლა თავი სახელისუფლებო და ოპოზიციური და ასე შემდეგ არჩევნებზე რომ მიდიხარ არჩევნებზე არჩევანი უნდა გააკეთო შენი ღირებულებებით იმაზე აღარ საუბრობ რომ პირველ ტურში ფაქტიურად ოპოზიციამ გოდიში ამ სიტყვისთვის და ფეხებზე დაიკიდა ამომრჩეველი, იმიტომ რომ არავის წარმოუდგენია ნორმალური. ამაზე ვისაუბრეთ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მივაბა უბრალოდ და ნუ მეორე ტურში წავიდა პოპულიზმი, ახლა ამ პოპულიზმმა რამდენად იმუშავა, ესეც შეიძლება კოლეგებმა გამოცდილები არიან ამ სფეროში და შეიძლება შეაფასონ პენსიები, რაღაცები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის უპატივცემულობა. და ეს მიდგომა რომ არჩევნების წინ ერთიანდებიან ხელისუფლების წინააღმდეგ, ესეც უნდა დამთავრდეს. შენ უნდა მოხვიდე. შენ უნდა გამაგებინო ჯერ ერთი რომ ვინ ხარ, სად გახარ ამ პოლიტიკურ ველზე, რა ღირებულებები გაგაჩნია, რა იდეოლოგია გაგაჩნია, რა პროგრამა გაქვს, რას მპირდები და რომ მპირდები ამას როგორ ასაბუთებ ეკონომიურად, იმიტომ რომ ნებისმიერი არჩევნების წინ ნებისმიერი პარტია რომ მოდის, მას უნდა თუ არ უნდა მოუწევს იმ ბიუჯეტში ცეკვა, ასე ვთქვათ, რა ბიუჯეტის დღეს არის. და დაპირებები შესაბამისად უნდა იყოს გაზრებული და უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკასთან შესაბამისობაში პლუს მინუს რაღაც თომილებით, მოდიხარ ასე, რომ მაგებინებ ვინ ხარ, შემდეგ დგება შედეგები და ეს პარტიები ჩემთვის ამომრჩევლისთვის ჩემთვის პროგნოზირებადაც უნდა დაალაგდნენ. იმიტომ რომ არიან პარტიები ახლა იგივე კოალიცია არ ვიცი გერმანიაში რამდენად რაღაც არჩევნების გამო ვეღარ მივდე მერკელის დროს 6 თვე მოუნდა კოალიციის ჩამოყალიბებას აი ეს არის სწორი პროცესი. ამიტომ სანამ ეს წაღმა არ იქნება, ჩვენ გვექნება მუდმივად ეს რასაც. მახუშტი, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია, მოდით ასე ვთქვათ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნების სტრატეგია შეიცვალა იმის გათვალისწინებით, რომ თუ მანამდე პრაქტიკულად შემოფარგლულები იყვნენ იგივე მართული გუნდის კრიტიკით, მეორე ტურის წინ უკვე კონკრეტულ დაპირებებზე გააკეთეს აქცენტირება, უკვე დაიწყეს მოსახლეობაში გასვლა, მათთან შეხვედრები. როგორ ფიქრობთ, ჩათვალეს და შეიძლება ასე ითქვას, რომ პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული სტრატეგია მათ აღმოაჩინეს, რომ არასწორი იყო ბატონი ირაკლი, თქვენგან დავიწყო.
დავიწყოთ იმით, რომ პირველ ტურში სტრატეგია რაც იყო დასრულდა, ანუ პირველ მათ თავარი სტრატეგია იყო რეფერენდუმი. ხო, მაგრამ რეფერენდუმი დამთავრდა ხო პროპორციული არჩევნები, ანუ მეორე ტურში მარტო მაჟორიტარული არჩევნები იყო, ანუ შესაბამისად მათ მოუწიათ გადართვა ეს თავარი პოლიტიკური საკითხი მოშორდა. ეს იყო მიზეზი? რა თქმა უნდა. უპირველესი მიზეზი ეს იყო, იმიტომ რომ იმ რიტორიკის გაგრძელებას რეფერენდუმი ხო აღარ იტყოდნენ მეორე ტურში. ცხადია. ანუ მაჟორიტარული არჩევნები იყო და მაჟორიტარული არჩევნებისათვის ბუნებრივია დადგა ის საკითხები წინა პლანზე, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, თუმცა ნუ ძალიან პოპულისტურად იყო დაყენებული. ამ გონია რომ ამან მაგალითად მელიას მოუტანა ბევრი ხმები, იმიტომ რომ თუ წარმოვიდგენთ აი გადავხედავთ იმ კოალიციურ კაბინეტს, რომელიც წარმოადგენს, იქიდან ყველა არის ან ლიბერტალიანელი, ან ლიბერალი, ან მემარჯვენე ცენტრისტი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. ყველა დაპირება, ყველა ლოზუნგი, რომელიც გამოვიდა, ეს იყო რადიკალური მემარცხენე, აი შალვა ნათელაშვილსაც რო შეშურდებოდა იმით ამ ლოზუნგები ისრულეს, ხო? ეხლა როდესაც შენ პირდები 100 ლარს დანამატს პენსიონერს 229,000 პენსიონერია თბილისში. ეს არის ბიუჯეტიდან 275 მილიონი, ანუ ეს არის სადღაც 1/13, 1/4 ბიუჯეტის მარტო დანამატზე. თუნდაც გაეცი ეს ფული. ღირს კი ეს იმ დანაკარგად, რასაც ქალაქი მიიღებს ამ ფაქტის დაკლებით, ანუ იქნება ეს შესაბამისი კომპენსაცია იმ ადამიანებისათვის, რაც ისინი სხვა მხრიდან დაკარგავენ. ანუ იყო ეს პრობლემები არის ოპოზიციაში, ოპოზიცია ერთი უბედურებიდან მეორეში გადავარდა, ანუ პირველ ტური ისე ჩაატარეს, რომ საერთოდ არ ჰქონდათ შეხება თვითმმართველობასთან, მე რეგიონებში ვიყავი ძირითადად ეს პერიოდი და ადამიანები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მათ თავიანთ პრობლემაზე არავინ არ ელაპარაკებოდა. თვითმმართველობა ეს არის ორგანო, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას უწყვეტს ადამიანებს. ამ პრობლემებზე საერთოდ არ იყო საუბარი, ჩემი აზრით ამან ოპოზიცია აუნოდა, სიტუაცია გამოასწორა მათთვის სააკაშვილის ჩამოსვლა, რომელსაც მოახდინა საკმაოდ დაქსაქსული ელექტორატის კონსოლიდირება მაშინ. ერთი მხარესაც მოხდა კონსოლიდირება, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მხარესაც მოხდა კონსოლიდირება, თორემ შემდეგ მძიმე იქნებოდა ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობისათვის. და სხვა პარტიებისთვისაც. და ასეთ ვითარებაში ოპოზიცია რა თქმა უნდა მეორე ტურზე იძულებული გახდა, რომ ერთი სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი და მეორე რაღაცით კანდიდატები უნდა მისულიყვნენ ამ მრჩეველთან და უკვე იყო ის კონკრეტული საკითხები, რომელიც ზედა თბილისში წამოვიდა, ხო წინა პლანზე, ხლა მე არ ვიცი. ვთქვათ, კირთაძე რას ელაპარაკებოდა ბათუმში, ყველაზე დიდი შანსები აქვს ჩემი აზრით სხვადასხვა ბათუმში ოპოზიციას, იმიტომ რომ საკმაოდ არაპოპულარული იყო სამთავრობო კანდიდატი, მისი წარსულის გამოს და იმ საქმიანობის გამოსაც ის ბოლო ერთი წელი მერი იყო. და იქ რეალურად აქვს შანსი. და გარდა ამისა, ერთის უნდა გავითვალისწინოთ, თუ ახლა ბათუმის საკრებულო აშკარად კოალიციური შემადგენლობის იქნება, იმიტომ რომ გადავიდა ერთი კაცი ახლა თითქოს უმრავლესო მმართველი პარტიის მხარეზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იქ სხვა მოდელი იქნება მმართველობის და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს 2005-6 წელს დამკვიდრებულო გამარჯვებულს ქვეყანაში მიაკ ყველაფერი ამ მოდელიდან უნდა გადავიდეთ სხვა მმართველის მოდელზე, როდესაც ეს ურთიერთჩეკავების და ბალანსის სისტემები ამუშავდება. თუ სხვადასხვა ქალაქში იქნება საკრებულოები განსხვავებული შემადგენლობით და განსხვავებული უმრავლესობებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყება ის, როდესაც კონკურენცია წავა ხელისუფლების ორგანოებს შორის. მერი და საკრებულო თუ განსხვავებული არის თავისი პარტიული წარმომავლობით, ისინი კონკურენციაში არიან ერთმანეთს. ვინ უფრო უკეთეს პროგრამაში კონკურენცია და არა საბოტაჟი, როგორც ამას ხშირად მმართველები. მოდით რა, ამ ქვეყანას ეს არ არის ასე ველური ქვეყანა. 98 წელს და 2002 წელს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და იქ უმრავლესი ქალაქები ყოველთვის ოპოზიცია მოიგო შევარდნაძის დროს. არა, საბოტაჟი არ მოხდა, ქალაქები იმართებოდა ჩვეულებრივად. თან ეს რაღაცა ძალიან უცნაური განცხადებები იყო პრემიერისგან, ხო რომ აი რაც გააკეთებენ ჩვენ თუ არ მივხვდით. საქართველოში თანხები თვითმმართველობისათვის ნაწილდება არა იმის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარე ვის როგორ უყურებს მერს, არამედ ნაწილდება იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც სამეთში შემუშავდა და 19% იქნება და ეხლა 2019-ში მე შეიცვალა, მაგრამ ისის ფორმულით არის 19% დღეს იმ ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე და ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის რეგფონდის თანხები ნაწილდება, ის ფორმულებით ნაწილდება.
და მელია იქნება თუ თბილისი არ იღებს პრინციპში რეკფონდის ფულს, მაგრამ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტი რო ავიღოთ, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში თუ კანონის შეცვალა და ყველაფერი დავიმხეთ თავზე და გამოვაცხადეთ რომ საერთოდ სახელმწიფო კი არა ბანტუსტანი ვართ, მე არ ვიცი მაგას თუ ისავე, მაგრამ თანხები რომელიც უნდა მიიღოს მუნიციპალიტეტმა მიიღებს ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს მერი. და ვერანაირი შეზღუდვა ამიტომ ვერ დაცა ეს სისტემური საკითხი არის და ეს არ არის პირადი სიმპათიის ან პოლიტიკური სიმპათიის საკითხი. ამიტომ ოპოზიციასაც აქვს საშუალება, მე ვფიქრობ, რომ კარგია ის თუ ოპოზიციას მიეცემა საშუალება სადღაც წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორ შეძლებს ამ ვითარებაში მართვას, იმიტომ რომ თუ ჩვენ მივდივართ იმ სისტემით, რომ ქვეყანაში არსებობს ერთი გამარჯვებული, რომელსაც ყველაფერი უჭირავს ხელში, დაწყებული სოფლის რწმუნებულიდან დამთავრებული პრეზიდენტად და პრემიერამდე და დანარჩენი ყველა დამარცხებულია ქვეყანაში. ეს მოდელი შემოგთავაზეს თავის დროზე 2005-6-ში ძალიან ვიბრძოდით ამის წინააღმდეგ. როგორი ამბავია ისი მაგა რობესპიერმა მოიგონა ისა რა ქვია გილიოტინა და ვერ თავი მოაჭრას. აი მათი მოგონილი თვითმმართველობის სისტემა არის ეს. და მათი მოგონილი სასამართლო, რომელიც ახლა ბოდიში და დედას ტირობს ნაციონალურ მოძრაობას. არასდროს არ უნდა გააკეთო ასეთი უსამართლო სისტემები და ეს აგვაქვს შესაძლებელი და ჩემთვის სამწუხარო ის არის, რომ ოპოზიცია ამაზე არ ფიქრობს და საერთოდ აი 8 წელია ხო ოპოზიციაში არიან პარლამენტში, ვერ მეტყვის ვერც ერთ ინიციატივას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აი ეს სისტემა ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც მერე აღჭობს არჩევნებს. რა არის ადმინისტრაციული რესურსი ქვეყანაში? ეს არის ერთპარტიული თვითმმართველობა. ერთი ინიციატივა არ არსებობს ოპოზიციის ამდენი წლის მანძილზე, რომელიც თვითმმართველობას რამაში შეეხიდებოდა. რა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობთ, ბატონო ირაკლი? იმიტომ რომ ზუსტად ისევე აზროვნენ, რომ ღარიბაშვილს ბევრი ვაკრიტიკებდით იმ გამონათქვამებისათვის, რა თქვა თვითმმართველობაზე. იმან თქვა, ესენი ესევე ფიქრობენ. სამწუხაროდ. ბატონო ამირან, მაგიდან გამომდინარე, რდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, ნიკა მელია ამბობს, რომ ის დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას, გამარჯვების შემთხვევაში ცხადია, ამბობს ასევე იმას, რომ ის გარშემო ბევრი პარტია არის მობილიზებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გესმოდა არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოცემულობა რამდენად აზღვევს ერთპიროვნული მმართველობის რისკს, რაზეც ასევე საუბრობს მმართველი გუნდი. ნუ, სტილოვანი კაბინეტი დავიწყებ. იგივეა, რაც რაზეც ვისაუბრე პირველ ნაწილში, როცა არჩევნებზე გადიხარ უკვე შემდგარი კოალიციით. ახლა კოალიციებს რას უშვებიან, ჩვენ მივეჩვით ამ 30 წლის განმავლობაში, იგივე ნაციონალური მოძრაობა კოალიციით იყო ბურჯანაძე, ჟვანია და ასე შემდეგ და რაბედიეცია და ნუ ეს ახლა რო ამბობენ პირველი კოალიცია არ არის ეს პირველი კოალიცია ოცნებაც კოალიციით მოვიდა შემდეგ თავისი პარტია გააძლიერეს ამიტომ იმით დავიწყებ რაზეც ირაკლი მისაუბრა იმიტომ რომ ფაქტიურად რას თქვი პირველ ნაწილში შემიძლია რომ არ დავეთანხმო პოპულისტურ განცხადებებს აი ეს არის იდეოლოგიურად როცა გაუმართავი კოალიცია ხო აჯაბს ამდალი გოგლი მოლი რაც გინდათ ის დავარქვათ მთლიანად კოალიციის იდეოლოგიაც გაუგებარია და თუ წინა საარჩევნო დაპირებებით ვიმსჯელებთ მაშინ ან პოპულისტურია ან მემარცხენეა და მემარცხენეა თუ მემარჯვენეა ახლა ბიუჯეტის ციფრები რას თქვა ირაკლი ხო ნუ ეს არის კატასტროფული მიდგომა საერთოდ მართლა რომ გაიმარჯვოს და ამ დაპირებების განხორციელება დაიწყოს ოპოზიციამ ჩამოიშლება რეალისტური ანუ შესაძლებელია ამ დაპირებების რეალისტური მე ვამბობ საჯარო სკოლებში მაგალითად უფასო კრება დაშვებას ვამბობ უყურეთ დაშვებას მართლაც რომ გაიმარჯვოს მეთქი და მოვიდეს ხო ჰიპოთეტურად ახლა არ აქვს უმრავლესობა საკრებულოში და გამორიცხული უმრავლესობა აქვს ოცნებას 28 მანდატი აქვს და მგონი 29-საც აიღებს მაგრამ რომც იყოს ასე ამ დაპირებებით ჩამოშლის თბილისის ბიუჯეტს და ახლა ვისაც ოდნავ ესმის ეკონომიკამი არ ვარ ეკონომისტი მაგრამ უმაღლესი განათლება ყველა გვაქვს ფულის დარიგება არის კატასტროფა ბიუჯეტს და ეკონომიკას ამოძრავებს ბიზნესი და ფულის სწორად ხარჯვა ხო პროექტებში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სრული კატასტროფაა სტილოვანი კაბინეტიც მოგებამდე და ის დაპირებები რაც იყო. ამიტომ
პოლიტიკურ ნაწილში რომ ანუ გადაწყვეტილების ნაწილში რომ შევხედოთ მუდმივად ისმის იგივე თუნდაც ამორჩევლების მხრიდან ან პოზიციებს თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელში რომ საბოლოო დომინანტი გახდება ნაციონალური მოძრაობა ამ ჩრდილოვან კაბინეტში არაერთხელ წაგვიკითხავს სხვადასხვა იგივე ექსპერტების მოსაზრებები ანალიტიკოსების მოსაზრებები და სხვა მცირე შედარებით მცირე პარტიების წარმომადგენლები თუ პარტიები ამ დომინანტ ძალას ჩამოშორდებიან და საბოლოოდ არჩება ნაციონალური მოძრაობა სათავეში ამ ტიპის შიში არსებობს როდესაც საუბარია ჩრდილოვან კაბინეტზე აი ამ ახლა ჩვენ ვაკურდებით რომ მელი არის მუდმივად ლელოს ოფისში დღეს და ამით გვიჩვენებენ რომ კოალიციურობანას თამაშობენ და მაგრამ სინამდვილეში თუ ეს სადმე რომელიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მგონი თავში ვთქვი რომ მე ამაში კატასტროფას ვერ ხედავ და სტრატეგიას ტრაგედიას პირიქით მაგრამ როცა წინასწარი დაპირებებია რომ იქ ლამის რევოლუციური კომიტეტების ჩამოყალიბებას აპირებენ ხო ახლა წარმოიდგინეთ 64-დან როცა 44-ს პირველ ტურში აგებ ეს ხომ არის დამანგრეველი დამარცხება უკვე მეორე ტურამდეც მეორე ტურში დიდი ალბათობით თბილისი იგებ ანუ ქვეყნის 1/3-ს უბრალოდ აგებს ოპოზიცია რჩება რაღაც ქალაქები შეიძლება სადმე მოიგოს მაგრამ რაზეც აი თეორია რაც ახლა ირაკლიმ და ვახუშტი მისაუბრეს ეს სუდი კი არ არის და სხვათა შორის ის დუმილის დღე ერთი დღე იქნება თუ ორი დღე ჩვენ დუმილის ერთი წუთი არა გვაქვს წლებია ფსიქიკას უნგრევენ მოსახლეობას რომელ საღარჩევნებზია და ეს სხვათა შორის ის მოლოდინი ბუაბუ ამას მარტო ხელისუფლება არ აკეთებს ამას ხომ თავადაც აკეთებენ მათ ხომ უნდა გაიაზრონ ეს თავის სასარგებლოდ ეს ყველაფერი და შეეძლოთ თუ არ აპირებენ თუნდაც გაეთამაშებინათ რომ აი პირველ ტურში ხო რაღაცა პროექტები წამოსულიყო რაღაცაზე აი მსჯელობა და ხალხს დაენახა სხვა ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიცია ხო ნუ ესაც ხომ თემა არ ვიცი არ ფიქრობენ არ გაამართლა ამან არც 2018 საპარლამენტოზე არც საპრეზიდენტოზე არც შემდეგ ნუ 18-ში როცა იყო სარაკვია ახლა საპარლამენტოზე ხო არ ამართლებს ამიტომ ამ ჩtildeოვანის და იმის ამჯერად და ფაქტიურად დღეს ეს აბსურდია უბრალოდ იმიტომ რომ უკვე არ შედგა დანარჩენ რაიონ მუნიციპალიტეტებში ხლა თუ სამე მოიგო ოპოზიცია არ ველოდები მე მათგან იმ პოლიტიკურ კულტურას რაზეც ჩემი მეგობრები და კოლეგები საუბრობდნენ რომ იქ შედგეს ნორმალური რაღაც ოპოზიციური კოალიციური თუ როგორ ჩამოყალიბდებიან იმ კოალიციის გარეშე თავისთავად არ გამოდის ხო და დაგვანახონ ის პოლიტიკური კულტურა რომ ეს არ ანგრევს ქვეყანას პირიქით ხო მაგრამ ჯერ ამას ვერ ხედავთ და სანამ პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება არის საწყისი ყველაფრის ამით დავიწყე მე პოლიტიკური კულტურა რაც ვილაპარაკე რომ შეიძლება გამაგებინო ვინ ხარ და თავად არ უნდა შექმნან ის მოლოდინები ხო ახლა როცა შენს ამომრჩეველს ბოდიში ცოტას და დავამთავრო როცა შენს ამომრჩეველს ეუბნები რომ აი ახლა ზუგდიდში თუ მოიგეს აი იქედან იწყება რევოლუცია და რომელ თვითმმართველობაზე ვლაპარაკობ და რომელ ნორმალურ ურთიერთობაზე ცენტრსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის როცა უკვე აცხადებ რომ აი თუნდაც ერთი თუ მოიგე იქედან შემდეგ იწყება ხელისუფლების ცვლილება და ნუ ასე ვიქნებით მუდმივად მოიგე და მოიგე შეირგე ის იმუშავა საკმაოდ საინტერესო განცხადება კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში რომ მოგება თუნდაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ერთმნიშვნელოვნად ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის ხო ციხიდან გახსნას ნუ ეს საერთოდ სხვა თემაა კარგით, ბატონო ვახუშტი. როდესაც საუბარი არის პოლარიზაციაზე და მუდმივად საუბრობენ იგივე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომ პოლარიზაცია აუცილებლად და ძალიან მოკლე დროში უნდა დასრულდეს საქართველოში. თუმცა ამის პარალელურად ჯერ ერთი მინდა კითხოთ პირველ რიგში თუ რატომ ვერ მოხერხდა მთელი აი ამდენი ხნის განმავლობაში ამ პოლარიზაციის დასრულება და ეგრეთ წოდებული მცირე პარტიები პოლიტიკურ ველზე ფაქტია რომ არსებობენ ხომ და ფაქტია რომ მათ თავისი ამორჩეველი ყავთ რატომ ვერ მოახერხეს თუნდაც ამ მცირე პარტიებმა ამ გაერთიანებების ფონზეც კი აი ამ არსებული პოლარიზაციის დასრულება პოლარიზაციას აქვს ალტერნატივის შეთავაზება რაც მთავარია პოლარიზაციას აქვს რამდენიმე მიზეზი ერთი მიზეზი არის სტრუქტურული მიზეზი და მეორე მიზეზი არის თვითონ პოლიტიკური განწყობა. პოლიტიკური განწყობა რაში მდგომარეობს? თუ ჩვენ გვყავს ორი ძალა, თუ გვაქვს ორი პოლუსი
და თუ მათ ორივეს აქვს ამბიცია ქვეყნის მართვაზე და თუ ისინი არ ფიქრობენ, ასე ვთქვათ, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის გაზიარებაზე და თუ მათი ამოცანა არის ერთმანეთის განადგურება და არა ვთქვათ ქვეყნის განვითარება, ხო? მაშინ ვიღებთ სიტუაციას, სადაც მათი ერთადერთი ბუნებრივი ინსტინქტი რჩება მაქსიმალური რადიკალიზაცია პროცესების იმისთვის, რომ წაიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა. და რატო? ჩვენი პოლიტიკური სისტემა ძალიან დიდი ხანია დგას ერთადერთი თამაშის წესს. რომელიც ჟღერს ეს გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. დიახ. ეს არის სტრუქტურულად გაფორმებული ჩვენს სისტემაში. ყველაფერი ესე მუშაობს. ესე მუშაობს საარჩევნო სისტემა. ესე მუშაობს შემდეგ პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების სისტემა. და ესე მუშაობს უკვე მერე პოლიტიკური პარტიები. როდესაც ვახსენებთ მაგალითად იმას, რა შედეგები ჰქონდა მართლ პარტიას წინა არჩევნებში ან თუნდაც პირველ ტურში. ავიღოთ თბილისი, ხო? თბილისში დღეს უკვე აქვს ქართულ ოცნებას უმრავლესობა, ხო? და საკმაოდ დიდი უმრავლესობას პრინციპში. მაშინ როცა რეალურად მან მიიღო ხმების მას არ მიუღია ხმების 50%-ზე მეტი. საარჩევნო სისტემა მისცა მას შესაძლებლობა, რომ მცირე მხარდაჭერის პირობებში მიიღო ბევრი მანდატი. და ესე არის პარლამენტის დონეზეც, ესე არის სხვა თვითმმართველობების დონეზე და ამ არჩევნებზე კიდევ უფრო რადიკალურად იქნება. ეგ იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდია მაჟორიტარული კომპონენტის გავლენა ამ პროცესებზე. პარლამენტში ან თვითმმართველობაში როდესაც შედია, ხო, განსაკუთრებით პარლამენტში. აქ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი პარტია. ყველაფერზე. მიშელის დოკუმენტი, რომელიც მართლმორალ პარტიამ გააუქმა, ითვალისწინებდა რას? ძალაუფლების გაზიარებას და შესაბამისად მე უკვე პასუხისმგებლობების გაზიარებას შედეგებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ხო? ანუ აქ მარტო ძალაუფლებას კი არა ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არის პასუხისმგებლობასაც. არის რაღაცა ორგანოები, რომელიც დავას წყვეტს, რომ რა დავა შეიძლება წარმოიშვას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სასამართლო, პროკურატურა, საარჩევნო ადმინისტრაცია და ასე შემდეგ, ხო? თუ ჩვენ რაღაც თამაშს ვთამაშობთ და ამ თამაში მევნიშნავ საჭს, თქვენ აღიარებთ ამ ნდობით იქნებით განწყობილი ამ თამაშის მიმართ? ცხადია არ იქნებით, ჩვენ უნდა ორივე შევთანხმდეთ და ორივესთვის მისაღები მსაჯი უნდა დავნიშნოთ, რომელსაც ორივე ვენდობით. და ჩვენთან ეგრე არ ხდება. ჩვენთან ყველაფერი ყველა გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა. შესაბამისად, მათ სისტემაც უბიძგებს აქეთკენ, რომ ესეთები იყვნენ, როგორებიც არიან. ჩვენი პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს ითამაშონ თამაში გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. და დამარცხებულს არ რჩება არაფერი. დამარცხებულს არ რჩება არაფერი და თან და როცა ხარ დამარცხებული და არ რჩება არაფერი. რჩება ერთადერთი რამ? ქუჩა. და აქედან მერე იქნებ რიგარეშე, იქნებ რაღაცა ესე იგი რევოლუცია თუ ასე შემდეგ, რომ როგორღაც მერე მე გავხდე ის, ვინც წაიღებს ყველაფერს. და თუ ჩვენ სისტემა გვექნება ისეთი, რომელიც გადაანაწილებს გააზიარებს ამ ძალაუფლებას და გადაწყვეტილების მიღებას, ხო? მაშინ ჩვენი პოლიტიკოსები იძულებული იქნებიან. მაინ როცა ლაპარაკი არის პოლიტიკური კულტურა არ არსებობს. პოლიტიკური კულტურა ყალიბდება ინსტიტუციური თამაშის წესების შესაბამისად.
ვიღაცა თავიდანვე ვიღაცა მოსა კარგი ბიჭი და კარგი გოგო კი არ არის და ვიღაცა პირიქით ცუდი ბიჭი და ცუდი გოგო. ისინი თამაშის წესებს მიყვებიან და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამ შესაბამის გათვალისწინებით ვახუშტე ვითარების აი როგორ განვითარებას ელოდებით პროგნოზ დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს. პირველ რიგში უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, უნდა ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ხალხმა და პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ვნახოთ რა ვითარება გვექნება. ხო, ბევრი სხვა რა გვაქვს ვარიანტი. არის ვარიანტი, რომ ხელისუფლება იგებს ყველაფერს. არის ვარიანტი, რომ რამდენიმე თვითმმართველობაში რამდენიმე მერი შეიძლება იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ან ოპოზიცია იგებს ყველაფერს, ხო, როგორც მეორე ექსპორტმა გაჩვენა. იქ სინამდვილეში ხო უფრო მეტ თვითმმართველობაში ტარდება არჩევნები ვიდრე მაგა შეიძლება ამორჩევლისთვის რომ ცნობილი იყოს ეს ხო რომ მარტო იმ ოლქებში და მარტო იმ თვითმმართველ ერთეულებში არ ტარდება არჩევნები რაზეც ეგზიტ პოლები გამოცხადდა. ეს ყველაზე უფრო დაძაბული სენაკზე რატო არის? სენაკი ყველაზე დაძაბული ამ შემთხვევაში ეგზიტ პოლების შემთხვევაში. ხო ჩვენ სხვა შორის ყველაზე მეტად დაძაბული ვითარება სადაც იყო იქ ვაკვირდებოდი და 9 თვითმმართველი ერთეულია ესეთი და აქედან 5 სამეგრელოში არის 2 აჭარაში რუსთავი და თბილისი პროგნოზს რაც შეეხება ვახუშტე ხო და ეს 2 ვარიანტი გვაქვს ამას ვამბობ რა ან ხელისუფლება იგებს ყველაფერს ან ოპოზიცია იგებს რამდენიმე თვითმმართველობას მეორე შემთხვევაზე, პირველი მარტივია და გასაგებია და ეს იწვევს იმას, რომ ისევ აი ამ თამაში ყველაფერი პრინციპში ისე გრძელდება როგორც არის და რაც შეეხება ამ შემთხვევაში ოპოზიცია იგებს რამდენიმე. აქ უკვე ჩვენ უნდა დავაკვირდეთ როგორ მოქმედებს, როგორ თანამშრომლობენ ისინი ერთმანეთს. ეს ბევრ ამას გვაჩვენებს. როგორ მოახერხებენ თანამშრომლობას. როდესაც ვითარება შეტრიალდება. როცა ვითარება შეტრიალდება და უკვე ოპოზიცია მოექცევა მართვის სათავეებში, კონკრეტულ თვითმმართველობებში, უკვე იქ როგორ მოეპყრობიან ქართული ოცნების მხარეს, ხო? აი ეს რაღაცა გარკვეული ტესტი იქნება ესეც, რომელიც საინტერესო დასაკვირვებელი იქნება. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაციისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებში, რომელსაც აინტერესებს თვითმმართველობისში მიმდინარე პროცესები. გასაგებია ბატონო ირაკლი. აი ძალიან მოკლედ მინდა თქვა, პოლარიზაცია ამბობს რომ პრობლემაა. მარტივი პირველი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას, ხო? მთელს ევროპაში როდესაც არჩევნები ტარდება, შიგნით თანამდებობები და პასუხისმგებლობები საკრებულოებში, წარმომადგენლობის ორგანოებში ნაწილდება არა ისე როგორც საქართველოში, რომ ემაქვს 50% და ყველაფერი მიიღოს. არამედ ნაწილდება იმ პროცენტების მიხედვით, რა პროცენტებიც მიიღეს პარტიებმა. ანუ თუ არის 10 თანამდებობა და 10 კომისია და ჯგუფი რომელიც მუშაობს, თუ ვიღაცას აქვს 50% მიაქვს 5, ვიღაცას აქვს 30 მიაქვს 2, ვიღაცას 3, ვიღაცას აქვს ნაკლები მიაქვს თითო. ეგრევე შეიცვლება ხო ვითარება, ანუ აქ მარტო დაპირისპირება კი არა, უკვე კონკურენცია შემოდის, როდესაც ერთმა პარტიამ უნდა აჩვენოს ამ მომრჩეველს, რომ ის ჯობია მეორეს, იმიტომ რომ იმითი კი არა, რომ ვიღაცას ხმამაღლა დედაში აგინა. არამედ იმითი, რომ ის კომისია, რომელიც რეალობაში რამდენად რეალისტურია, აბსოლუტურად რეალისტურია, იყო მეთქი ეს თავის დროზე საქართველოში, ოღონდ მერე დღევანდელ ოპოზიციაში მყოფა ნაციონალურ მოძრაობამ დაანგრია. უნდა დაუბრუნდეთ ამას. უნდა დაუბრუნდეთ სისტემებს, აი მე დავიწყო ვახუშტიმაც კაია რომ განაგზო ამ თემას. სისტემას, რომელიც თანამშრომლობისკენ უბიძგებს და არა დაპირისპირებისკენ. თუ ერთი გამარჯვებულია, ყველა დანარჩენი დამარცხებული და ქუჩაში, მაშინ არის პოლიტიკური მხარები დღეს მზად არიან ამისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მზად არიან. თუ ვინც არ იქნება მზად, ის გაირიხება პოლიტიკური პროცესიდან, იმიტომ რომ შენ როდესაც გეუბნებიან რომ მოდი დაჭეკი მაგიდასთან, აგერ არის ეს პრობლემების მთელი დაფა და მოდი ახლა აი მონოპოლია არის და ყველამ თავისი წვლილი შევიტანო, თამაში რო არის მონოპოლია. ყველა თავის წვლილში აქვს რაღაცა ამ წარმატების მიღწევაში.
ამ პრინციპზე გადავიდეთ და პოლარიზაციის ადგილი შემცირდება, მოთხოვნილება შემცირდება, იმიტომ რომ შენ თუ ოპოზიციას არაფერს არ უტოვებ ყვირილის გარდა. მაშინ ისყვირის. და მე გეუბნები რომ მოდი აი იმ პროცენტით მიეცი შენ მას პასუხისმგებლობა რა პროცენტიც მას მოსახლეობამ მიანიჭა. 10-დან ერთი კომისია იმ ერთ კომისიას მოუაროს და იმ საქმეში ჩაერთოს. ის იძულებული გახდება საქმეში ჩაერთოს და ითანამშრომლოს, იმიტომ რომ იმ საქმეს უნდა მოუაროს. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ თუნდაც ოპოზიცია სადაც გაიმარჯვეს, მას შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა და რა ხელისუფლება ეხლა გაჯიქებული არის ასეთ საკითხებზე. მან უნდა მისცეს მაგალითი, ერთ-ერთი რომ უნდა დაიწყოს. უმჯობესი იქნება დაიწყოს რა თქმა უნდა ხელისუფლებამ. ბევრად წინ წავალთ და უეცრად დავინახავთ რომ თურმე რაღაცაზე დალაპარაკება შეგიძლია. ეხლა სალაპარაკო ველი არ არის. იმიტომ რომ ერთ საქმე აქვს და მეორე უსაკუთრად არის. ბატონო ამირან, თქვენს მინდა გკითხოთ, როდესაც ეს ორ პოლუსი არის საუბარი, ამ პირობებში რამდენად არის შესაძლებელი და რამდენად რეალისტურია მათი თანამშრომლობა, თუნდაც გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში? ყველაფერი სწორად თქვა, თითქმის ყველაფერში ვეთანხმებით ჩემს მეგობრებს და კოლეგებს თეორიულად, თუმცა რომ ეს ყველაფერი კარგია და ეს ყველაფერი გვინდა, მაგრამ აქ მხოლოდ პოლიტიკოსების მზადყოფნაზე არ არის, მზადყოფნაში არ არის საქმე, არსებობს ამომრჩევლის დაკვეთაც. რა თქმა უნდა. და ის ბუაბუა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და წლებია ვსაუბრობთ, ხო? ის თავისით არ მოდის, ის ხალხისგან მოდის. აი აბსოლუტურად სწორად თქვა ირაკლიმ, ახლა მე ისე ღრმად არ ვარ ჩახედული, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მიწევდა გადახედვა რა მოდელი იყო 90-იანებში, როგორ შეიცვალა შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს და ასე შემდეგ და მივიღეთ ბოლოს ის რაც მივიღეთ და ახლა კიდევ შეიცვალა, ხო? და ამის დაანგრევა მოიტანა ის ზუსტად ერთპიროვნული მმართველობა და იმ ერთპიროვნულმა მმართველობამ მოიტანა ის რასაც ჩაეფლო წინა ხელისუფლება. და რისგანაც ვერ ამოდის დღემდე და რის გამოც არის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის თუნდაც ამ პროცენტებით რომ ავიღოთ ყოველი მეორე ადამიანისთვის არის მიუღებელი და გაცილებით მეტისთვის იქნებოდა მიუღებელი ამაშიც ვეთანხმები რომ ამ მიღებულ ხმებში არის გარკვეული წილი რომელსაც ხელისუფლებაც არ მოწონს მაგრამ ის ოპოზიცია არ მოწონს რომელიც ხელისუფლებას ეჯიბრება და ხელისუფლებისთვის ბრძოლობს და აქ მარტო ხელისუფლების მზადყოფნა ამისათვის არ იქნება საკმარისი, აქ ოპოზიციაც უნდა გადალაგდეს, არ შეიძლება აი ახლა დღეს ჩვენ მივიღებთ შედეგებს, თბილისი რამდენადაც მე უყურებ, წაგებული აქვს ოპოზიცია, ძალიან ბევრს წააგებენ, გონი 20-ვეს წააგებენ და ყველაფერს ეგზიტ-პოლებსავლაპარაკობ ითვლება და დავინახავთ შედეგებს და თუნდაც ერთი რაიონი, ერთი მუნიციპალიტეტი რომ მოიგო, მერვე არჩევნებია მერვე არჩევნებს კატასტროფულად აგებ და ვერ ხვდები იმას რომ რაღაც უნდა შეცვალო შენს ქმედებებში ბოლო-ბოლო ეს სახეებიც რომელსაც არ იღებს საზოგადოება ატენის ძალად ნუ არ მიიღებს ამას თუნდაც აი მარტივი გზით ხომ შეიძლება რომ წახვიდე ხო არ შეიძლება ჩვენ ევროპაზე ვლაპარაკობ წააგი არჩევნები ჩააბარე თავმჯდომარეობა მაინც და დანარჩენები წამოწიეწინ არა გვეჯიქავებიან ქვეყანას ეჯიქავებიან და არ გამოვა ეს ასე და მოსახლეობაში თუ არის გარკვეული ძალები და იგივე სახეები მიუღებელი მასთან თანამშრომლობას არ მიიღებს თუ ხელისუფლება აი ეს არის ეს ხო განწყობები ამას ხო ვკითხულობ ჩვენ სოციალურ ქსელში და ამიტომ ყველას მოგვიწევს ამაზე მუშაობა და გავიმეორებ იგივე ეს შედეგები რაც დადგება კეთილი ინებონ ეს არის საზოგადოების დაკვეთა სადმე მოიგებენ წააგებენ თუ ყველას წააგებენ და ყველას მოიგებენ ეს შედეგები უნდა დადგეს და რაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ არაჩვეულებრივ და იდეალურ რაღაც მოდელებზე აი ამისათვის ჩვენ უნდა მივცეთ საზოგადოებას ეს 3 წელი, რათა 2024 წლისთვის ქვეყანა, მთელი ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი თუ ახალი ძალები და საზოგადოებასაც უნდა მივცეთ იმის დრო და საშუალება, რომ ახალი რესურსები გამოჩნდეს და 2024-ში ჩვენ უნდა მივიღოთ აბსოლუტურად სხვა გარემო წინასაარჩევნო და კარგი იდეა იქნება თუ იმ ორდღიან სიჩუმის დღეს მაგალითად 2024-ისთვის შემოიღებენ. იდეალური გარემო და ორდღიანი სიჩუმის. იდეალური გარემო სხვა ხალხს არ გულისხმობ, ხელისუფლებაშია, მაგრამ მათაც უნდა იფიქრონ, ხო, რაღაც ახალი რებრენდინგს ასაც ეძახიან, არ მიყვარს ეს უცხო სიტყვები.
და ნუ საუბრობენ ამაზე სხვათა შორის თუ მიაქციეთ ყურადღება განცხადებას, რომ აპირებენ ამ არჩევნების შემდეგ რაღაც სხვა ცხოვრებას და აი ამ ნაციონალურ მოძრაობასთან სხვაგვარ ურთიერთობებს, რომ ვისაც არ უნდა ნორმალური ოპოზიციური საქმიანობა ამ აგრესიის გარეშე, მათთან ნაკლები პასუხი ექნებათ კიდეც. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რაც თავი როგორი იქნება შედეგები. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო იმისთვის რომ დაგვეთმეთ დრო დაიყავით დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოამბი სპეციალური გამოშვება განაგრძობს უკვე საარჩევნო ეთერს. გიბრუნდებათ თამთა სანიკიძე პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი სულ ცოტა ხანში უკვე დავით ქართველიშვილთან და ნიკა ჩიტაძესთან ერთად შემოგიერთდებით დროებით. მადლობა მაკა. მოამბის გამოშვებას უყურებთ სპეციალურ გამოშვებას 3 საათზე